ამ კონკრეტული შენობის შემთხვევაში ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს ტრაგედია პირდაპირ არის დაკავშირებული მერის უპასუხისმგებლობასთან. მისმა უპასუხისმგებლობამ გამოიწვია ეს, რომ ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხო, საოცარი და ტრაგიკული ამბავია, რომ ადამიანი, რომელმაც სახლი იყიდა და უნდოდა საღამოს ნათესავებს გამასპინძლებოდა, მარტვილელი ბიჭი იყო ეს, დასთან ერთად წავიდა პროდუქტების აღებად დეზერტირების ბაზარში და პარაპეტი დაეცა და გარდაიცვალა. და გეკა გელაძემ გააკეთა განცხადება, რომ გამოვიძიებთ ამ საქმესო ყისიერათო. და ერთი წელი გავიდა და ერთი ვკითხოთ გეკა გელაძეს რა გამოიწვია. აი მაგალითად ოქროს მოწმე არსებობს საქმეში ადამიანი, ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც რამოდენიმეჯერ აფრთხილებდა 112-ს იმასთან დაკავშირებით, რომ მომატებული საფრთხე იყო ფაქტობრივად გახლეჩილი იყო კედელი, სახურავი, საჭირო იყო რეაგირება. 5 ჯერ დაარეკა ამ ადამიანმა, როგორც თვითონ აცხადებს. და რეაგირება არ მოხდა. ანუ ეს არ იყო შემთხვევითი და უბედური შემთხვევა, ეს იყო აბა ფულს ეხებოდეს. კალაძე იქვე იქნებოდა მისი ბარვენაშვილებით და კლანური დაჯგუფებით და ტენდერი იქნებოდა, ტენდერს მოიგებდა, ფული იქნებოდა, ფულს წაიღებდა. არაერთი შემთხვევა არსებობს, მათ შორის ეხლა რიყის დოქები რო გაიყიდა დამცავი ღობურა იქ არ იყო და პატარა ბავშვები მოსწავლეები შევიდნენ ამ ღობურის მიღმა და ჭაში ჩავარდა ადამიანი გარდაიცვალა. ვისი პასუხისმგებლობა არ არის ეს მერის ეს უსაფრთხოების სამსახურის და მათ შორის ზედამხედველობის, რომელიც დადის და მოქალაქეებს რო აჯარიმებს, ვერ დაინახა, რომ ეს ღობურა მონგრეული იყო და ბავშვები გადადიოდნენ და ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ ყველაფერს. ან ჭყდეთში რა მოხდა, ხო? მიდიოდა ესე რომ ვთქვათ, სკვერის რეაბილიტაცია, სადენი იყო ღია მდგომარეობაში, ბავშვი გარდაიცვალა. ვისი პასუხისმგებლობაა ეს? რა თქმა უნდა, ეს არის კახი კალაძის პასუხისმგებლობა, მერის პასუხისმგებლობა, მუნიციპალური სამსახურების პასუხისმგებლობა და რატო ხდება ეს? სადაც არის ფული მთავარი და სადაც მათ შორის ტრაგედიები არის ქართული ოცნების შემოსავლის წყარო და ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით, მე გურიაში ვიმყოფებოდი და კონკრეტული ამბავი გავაშუქეთ, რომ 23 წელს 2023 წელს სექტემბერში მოხდა იქ წყალდიდობა, ღვარცოფლურმა პროცესებმა მეწყერი გამოიწვია, მოკლედ რამოდენიმე ოჯახი დაზარალდა, 7 მილიონი გამოიღო და ეს 7 მილიონი არა კონკრეტულ დაზარალებულებს კი მიიღო კონკრეტულმა ადამიანებმა დახმარებები, მაგრამ არასაკმარისი. და მიიღო ისეთმა ადამიანებმა დახმარება, რომელსაც საერთოდ არ ეკუთვნოდა. 87 წლის ადამიანი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფული უსამართლო და კორუფციული გარიგებით განაწილდა და ითხოვს გამოძიებას და კობახიძე შეახსენა, რომ აი რო იძახიო კორუფცია, აგერ არის კორუფცია და გამოიძიოთ, ჩამოდით და ნახეთ. და რა გააკეთა პოზიტივიმ და ირაკლი კობახიძემ 87 წლის ადამიანის გაშავება დაიწყო. აი ეს არის ხელისუფლება, რომელიც არაადამიანური ქცევით არის ჩამოყალიბებული. ანუ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, არაადამიანები არიან და მხოლოდ რასაც იცავენ არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ჯიბის ინტერესები. აი მაგალითად ძალიან კარგად იცის გურიის მოსახლეობამ რაც ხდება მაგალითად გრიგოლეთის გზაზე. გზა განაგზობს ჯდომას, რას ნიშნავს ეს? საავტომობილო მაგისტრალი, რომელიც ხიმინჯებზე უნდა ყოფილიყო, ეს ხიმინჯები მოიპარეს, ჯიბეში ჩაიდეს, ოქროს ზოდები დაილაგეს. ქარსელაძე იყო მინისტრი, ახლა ჯდომას განაგზობს ჩხაროსნული მაგისტრალი და სადაც არის ხიდსა და გზას შორის უკვე დიდი დაშორებაა და ავტომობილებს აფუჭებენ მათ შორის ძღოლები. და ვისი პასუხისმგებლობაა? ვინ მოიპარა ეს ფული? მოიპარა ქართული ოცნების წევრებმა. აი წამოვიდეთ, ხო, სამტრედია გრიგოლეთის დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც ჩავარდა, ბურჯი რო ჩავარდა. სპეციალურად გავიარე, მე და მამუკა ბიბილეიშვილი ვიყავით ადგილზე მისულები, ორი ადამიანი რაღაცას ანგრევს. ორი ადამიანი ამ ხიდის გრევას მოუნდება, რა ვიცი, ალბათ 1-3 წელი. და შენებლობას როდის აპირებენ, ხო არ იცით? ანუ საერთოდ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ? ანუ ქარსელაძემ და რაღაცა დაჯგუფებმა, როგორც თვითონ ამბობენ ლილუაშვილმა, ღარიბაშვილმა და ამ კლანმა, მოიპარა ფული, მაგრამ ესენი ხო არიან კეთილსინდისიერები, რატო არ აკეთებენ ამას? რატომ არ აკეთებენ? ანუ ეს გზა ხო ჩვენ თანამოქალაქეებს ჭირდება. ეს რესურსები ჩვენ ქვეყანას ხო უნდა ხმარდებოდეს და ვის ხმარდება და ამასობაში გვეუბნებიან, რომ ანაკლის ღრმათხილოვან პორტს ააშენებენ. რა პორტის ამშენებლები არიან? ხიდი ვერ და რაც ააშენეს ბურჯი წყალმა წაიღო და ეს არის მართლა ხიდი კი არ არის ის არის ქართული ოცნების კორუფციის ძეგლი. აი კორუფციის ძეგლი შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნახოთ როგორ გამოიყურება ეს ხიდი, რა მდგომარეობაშია და ეს ქურივიშვილი ახლა რო დადის და გაპრანჭული ლაპარაკობს, რომ ანაკლიას ავაშენებთო, რისი ამშენებლები არიან მათ შორის ეხლა ვიღაცებს უკვირს, რომ რიყის დოქებს აიღებენ და ანგრევენ და იქ სასტუმროს ააშენებენ და კაზინოს გახსნიან და შევახსენე
მოგახსენებ ყველას რა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც აშენდა ბათუმში, ქალბატონს იქ დღეს რა არის გახსნილი? არ არის კაზინო გახსნილი. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც იქნება ჩვენი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი, იქ ახლა არის კაზინო. და ეს პული ვის ჯიბეში მიდის? მიდის ქართული ოცნების ბიზნეს დაჯგუფების ჯიბეში. და ეს არის სისტემური ხასიათი